მოგესალმებით, კოლეგებო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. პირველ რიგში მინდა ნიკოლოზობა მოგილოცოთ, მიულოცოთ სრულიად საქართველოს, ძალიან საყვარელი დღესასწაული თითოეული ქართველისთვის და მინდა მშვიდობა, წარმატება, კეთილდღეობა უსურვოთ ჩვენს ქვეყანას და ესე მშვიდობით შეხვდეს საახალწლო დღესასწაულებს, ეს მინდა გისურვოთ თქვენს და სრულიად საქართველოს. ქორუმი გვაქვს. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დღის წესრიგზე ვიმჟელოთ. ჩვენ დღეს გვაქვს ერთი საკითხი დღის წესრიგში. ეს გახლავთ პეტიცია, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ჩვენი კომიტეტის ვალდებულება მოგეხსენებათ, რომ პეტიციის ხელმოწერების საკითხი, მათი ნამდვილობის საკითხთან დაკავშირებით ვიმჟელოთ. სწორედ ამას გვავალდებულებს ჩვენ რეგლამენტი, რომ ისე უნდა იყოს პეტიცია წარმოდგენილი, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ხელმომწერი, უნდა იყოს კონკრეტული მოცემულობა, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის ხელმოწერის სახით, რომ გადამოწმებადი იყოს შემდგომ ეს საკითხი. სანამ ამ ტექნიკურ საკითხზე გადავიდოდით და ბოლომდე მოგახსენებდით, პირველ რიგში დავაყენოთ დღის წესრიგში კენჭსაყრელა დღის წესრიგის საკითხი, ვინ არის მომხრე? მივიღოთ დღის წესრიგი, კი ბატონო. მოდი ასე ვთქვათ, რადგანაც ამ საკითხს გააჩნია თავისი პოლიტიკური მდგენელი პოლიტიკური მნიშვნელობა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, მე მინდა რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, ამაზე იყო საუბარი მქონდა ხა ჟურნალისტებთანაც, გარეთ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა არაერთის იყო უკვე განცხადებული მთავრობის მეთაურის დონეზე და ყველა ასე ვთქვათ პოლიტიკური აქტორი ამას ხაზს უსმევს, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად რაც მალე მოხდება ევროკავშირის მხრიდან რაიმე ფორმით, იქნება ეს წერილობითი ფორმით თუ გადაწყვეტილების მიღების ფორმით, მოლაპარაკების გახსნა საქართველოსთან ყისიერად დავეთანხმოთ და ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია, უბრალოდ ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ევროკავშირისგან ველოდებით ჩვენ ამნაბიჯ და ჩვენ ყისიერად დავეთანხმებით, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რაც მალე კიდე მით უკეთესი, უბრალოდ ეს ეხლა არის სრულიად ევროკავშირის მხარეს. ამ კუთხით ჩვენ ვართ სულისკვეთებაში თანაზიარი არა მხოლოდ პეტიციის ავტორების და ხელმომწერების, არამედ მთელი მოსახლეობის ძალიან უდიდესი უმრავლესობის, რომელიც რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად აქვს ძალიან დიდი სურვილი ეს პროცესი დროულად მოხდეს, უბრალოდ ეს არ უნდა მოყოს შანტაჟის და პედალირების ინსტრუმენტი, ამიტომაც იყო გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მხრიდან და ეხლა ჩვენ თავიდან ბოლომდე ველოდებით ევროკავშირიდან შემოთავაზებას. შესაბამისად ამ კუთხით პოლიტიკურ ნაწილში ეს ცალკე საკითხია და ამაში ცხადია ჩვენც ძალიან დიდ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ უმრავლესობასთან ერთად ჩვენი საზოგადოების ვართ სურვილის თანაზიარი. მეორე არის უკვე ამისი სამართლებრივი და პროცესუალური მხარე, რომელიც ჩვენი კომიტეტის ამ შემთხვევაში სამართლებრივი მხარე და შინაარსობრივი მხარე განსახილველი არ არის. ჩვენ მხოლოდ ტექნიკურად ვაფასებთ ამ ყველაფერს, შემდგომ ჩვენს დასკვნას ბიუროს უგზავნით და ბიურო იღებს უკვე გადაწყვეტილებას მიეცეს თუ არა მსვლელობა უკვე შემდგომ ამ საკითხს. როგორც წარმოდგენილია დასკვნაში და გააქვთ თქვენ ეს გადმოცემული, იქნა კონკრეტული პეტიცია წარმოდგენილი, მე ჩავიკითხავ დასკვნას იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად სასახა იყოს ყველაფერი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარეს პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან და ელექტრონულად ამავე მუხლის მეოთხე პრიმა პუნქტის თანახმად. წერილობით წარდგენილი პეტიცია, განცხადება პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ ხელმოწერით მისი სახელის გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი პეტიციის 13,900-ზე მეტი მხარდამჭერიდან არც ერთი მათგანის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი. ამასთან არც ერთ მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა, ხოლო პირადი ნომრები მითითებულია მხოლოდ ერთი მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203 მუხლის მეხუთე პრიმა პუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არ არის შესრულებული. აქედან გამომდინარე, ყველა მხარდაჭერის შემთხვევაში
გარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203 მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს და მივიღოთ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის ერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პეტიციის ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე, რადგანაც ტექნიკური თვალსაზრისით ის არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს. აი ეს არის ის მოცემულობა, ის ფილტრი, ის პრიზმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის შემთხვევაში აქვს ამ პეტიციასთან დაკავშირებით განხილვებს და ბუნებრივია რომ ნათელია რომ რეგლამენტის შესაბამის კონკრეტულ მოთხოვნებს პეტიცია არ ესადაგება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია, ჩვენ გადაუგზავნით დასკვნას ბიუროს, მისი მხარდაჭერის შემთხვევაში და უკვე რა თქმა უნდა პარლამენტის ბიურო იმჯელებს მის შემდგომ ბედიღბალზე. ასე რომ პირველ რიგში მინდა შემოგთავაზოთ კითხვები თუ არის, მოსაზრებები თუ გაქვთ, შეგიძლიათ ამათ გამოთქვათ და შემდგომ უკვე ვუყაროთ კენჭი დასკვნის პროექტს, რომელიც მე წარმოვადგენ. არ არის ასეთი, კარგით, მაშინ კენჭსაყრელად ვაყენებ ამ პროექტს, დასკვნის პროექტს, რომლის შესაბამისადაც უარი უნდა ეთქვას პეტიციის ავტორებს პეტიციის განხილვაზე. რადგანაც კიდევ ერთხელ ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, რომელსაც ჩვენი კომიტეტი იხილავს. დიდი მადლობა, გაწყვეტილება მიღებულია ერთხმად, კომიტეტი დასრულდა.